ახალი წლის მოსვლამდე რამდენიმე დღე დარჩა. ქალაქ მარნეულში საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსებულ ბილბორდებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მოსახლეობისთვის საახალწლო მილოცვებია აღნიშნული. თუმცა საყურადღებოა ის თუ რატომ არის მილოცვა დატანილი ინგლისურ და არა აზერბაიჯანულ ენაზე. ან ქართულ და ინგლისურ ენებთან ერთად აზერბაიჯანულ ენაზეც რატომ არ არის. კითხვა იბადება იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში მოსახლეობის დაახლოებით 85% ადგილობრივი აზერბაიჯანელები არიან. იკვეთება შემდეგი ფაქტორიც. წელს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის მმართველი პარტიის ბილბორდებზე, რომლებიც მარნეულის სხვადასხვა მხარეს არის განთავსებული, წარწერა სახელმწიფო ენასთან ერთად იყო აზერბაიჯანულ ენაზეც. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი გარკვეული მიზეზების გამო ქართულ ენას საკმარისად არ ფლობენ. აქედან გამომდინარე საინტერესოა თუ საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური პარტია თავის საარჩევნო კამპანიას აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში სახელმწიფო ენასთან ერთად აზერბაიჯანულ ენაზეც აწარმოებდა, მაშინ დღეს საახალწლო მილოცვები ქუჩებზე განთავსებულ ბილბორდებზე აზერბაიჯანულ ენაზე რატომ არ არის. იკვეთება კითხვა, რომ მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ექცევა ყურადღება აზერბაიჯანელებს და არჩევნების შემდეგ არა. ამასთან დაკავშირებით ვეცადეთ მარნეულის მერს ქენან ომაროს დავკავშირებოდით, თუმცა მან მისი მისამართით განხორციელებულ ზარებს არ უპასუხა. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კი ამ ფაქტს დისკრიმინაციას უწოდებს. ესე იგი, როგორც იცით, მარნეულში უკვე ბანერები გაკრულია ქართულ და ინგლისურ ენაზე. საახალწლო ბანერებზე არის საუბარი. სამწუხაროდ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება აზერბაიჯანულად, სომხურად, არ ვიცი კიდე რა ენაზე აკრავდა თავის ბანერებს და ძირითადად აზერბაიჯანულ ენაზე, მაგრამ დღეს, როცა უკვე საარჩევნო კამპანია დამთავრდა, არჩევნები დამთავრდა, დღეს ჩვენ ვიხილავთ, რომ ქართულად და ინგლისურად. მე ერთი რაღაცა მინდა გავახსენო დღევანდელ ხელისუფლებას და პირველ რიგში ქენან ომაროვს და მეორე იმ საარჩევნო კამპანიის მთავარ ფიგურანტს ზაურ დარღალეს, რომ თქვენ ინგლისებისგან იღებდით ხმებს არჩევნებში, თუ აქ მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებისგან და აქედან მივმართავთ თხოვნით არა, პირდაპირ დავალებას ვაძლევ, რომ პირველ რიგში უნდა შეცვალონ ეს შეცდომა არ არის, ეს მიზანმიმართულად კამპანია. მე მივმართავ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლების წარმომადგენლებს მერიაში, რომ შეცვალონ ეს ბანერები, იყოს გაკრული ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე. მე შემიძლია თქვა ის, რომ არ გამიკვირდა მარნეულის მერიის მხრიდან მსგავსი ქმედება, რომ აქ დღეს ვიცით, რომ რამდენიმე დღეში ახალი წელია, ეს ახალი წელი, რომელიც ყველასთვის ახალი წელია, განურჩევლი თავისი ეთნიკურობისა და რელიგიისა. აზერბაიჯანელების აღნიშნავენ, სომხების, რუსების, ქართველების, ყველა ვინც საქართველოში ცხოვრობს და თავის თავს საქართველოს მოქალაქედ თulis, ყველა აღნიშნავს ახალ წელს. აქედან გამომდინარე, დღეს როცა მარნეულში სადაც 80% აზერბაიჯანელი ცხოვრობს აქ და მის ენაზე რო არ აღნიშნავ რომელიმე ბანერზე საახალწლო მილოცვას, ეს რა თქმა უნდა თავისთავად ეს არის დისკრიმინაცია. თუმცა მე არ გამიკვირდა ეს რა. იქიდან გამომდინარე ასე იქცევა, რომ არ თვლის თავისიანებად. მშობლიურად არ აღიქავს აქ ცხოვრებ აზერბაიჯანელებს. ჯანდარის მასივზე იქ ახალი პარკი რო არის, სადაც მილიონები დაიხარჯა, პარკი რომელიც მარნეულის ცენტრალური პარკია და ადგილობრივი მაცხოვრებლის ასე ვთქვათ, შემოსავლებიდან არის აშენებული, იქ გადახედავ რუსული და ქართული ენა არის აღწერილი. რუსულად და ქართულად რატო უნდა იყოს? კი ბატონო, ქართულად აუცილებლად უნდა იყოს და აქ მცხოვრებ მაცხოვრებლის ენაზე უნდა იყოს აღნიშნული. აქედან ბევრი ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა და ქმედება იყო აქ მცხოვრებ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელების მიმართ. კიდევ ვიღოთ რამდენიმე თვის წინ მარნეულში წყალდიდობა იყო, როდესაც შემდგომ ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა მთელი რეგიონებში ზარალის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება გაწია ყველა რეგიონში, თუმცა მხოლოდ მარნეული იყო გამონაკლისი. 2006 წელს საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს კონვენცია ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა ეთნიკური უმცირესობების ენათა და კულტურათა დაცვას. საქართველო დღეს შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ გზას მოშორებულია. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ქალაქ მარნეულში განთავსებულ ბილბორდებზე წარწერა საახალწლო მილოცვა აზერბაიჯანულ ენაზე არ არის.